იმერეთის მღვიმეებში მოვედით. Სუსტ ლოკაციას არ გეტყვით, უნდა გავიცნოთ ხელფრთიანები, ჩვენ როგორც ვიცნობთ, ღამურები, ვარ აბსოლუტურად შეფუთული, იმიტომ რომ იმ რეკომენდაციით, რომელიც ევროპაში ხელფრთიანთა კონსერვაციის შესახებ შეთანხმებას გულისხმობს და რეკომენდაციებს იძლევა, ამ შემთხვევაში ჩემი უსაფრთხოება ერთი მხრივ, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია, რომ ჩვენ არ შევიტანოთ ინფექცია და არ გადავდოთ ღამურებს. ეს არის ის შეფუთვა, რომლითაც ვაპირებ, რომ ჩავიდე და რომელსაც ითვალისწინებს ეს რეკომენდაცია, სათვალე, პირბადე რა თქმა უნდა. იმედი ასეთი შეფუთვით დავინახავ რამეს. მაგრამ უსაფრთხოების ზომები ამ ყველაფერს ითვალისწინებს. და წავედით. ჩვენ მოგიყვებით ღამურებზე და გაგაცნობთ მათ. ჩუმად უნდა ვილაპარაკოთ. ჩუმად უნდა ვიყოთ, რომ არ დავაფრთხოთ და არ შევაშინოთ ხელფრთიანები და თან მოვახერხოთ მათი გადაღება. სადაგ და ყველაფერს მოგიყვებით. საქართველოში გავრცელებული ღამურები ნაგებობებს, მღვიმეებსა და ხის ფუღუროებს აფარებს თავს. თუ ზაფხულში რომელიმე შენობაში ღამურების მოზრდილ კოლონიას წააწყდებით, ეს როგორც წესი სამშობიაროდ თავშეყრილი მდედრი ცხოველების კოლონიაა. დედაღამურა წელიწადში ერთ, ზოგჯერ ორ ნაშიერს ზრდის. ეს ხდება ივნის-ივლისში. მშობიარობის დროს ზოგიერთი სახეობის დედაღამურა იცვლის ღამურებისთვის დამახასიათებელ თავდაღმა პოზიციას. თავით მაღლა ეკიდება. საფრენ აპკს, კუდის გარშემო ჯიბესავით გაშლის და ნაშიერს შიგნით ჩააცურებს. ახალშობილ ღამურებს დაბადებიდანვე შეუძლიათ მათთვის დამახასიათებელ მდგომარეობაში თავდაღმა დაკიდება. ცხოვრების პირველი 3-5 კვირის განმავლობაში პატარა ღამურები მხოლოდ დედის რძით იკვებებიან. ამ პერიოდის შემდეგ ისინი ფრენას სწავლობენ და მალე დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ. ეს ვინ მოგვიყვანეთ? ეს არის ყურწვეტა მღამიობის ახალგაზრდა ინდივიდი. ახალგაზრდა ინდივიდი იგულისხმება, რომ არის შარშტლევანდელი არ არის ან შარშანდელი ან შარშანწიმდელი, ჯერ კიდევ სქესწიფი არ არის და რატო გვაძლევს ამის თქმის საშუალებას? კბილები თუ შეხედავთ აქ საკმაოდ არ არის კბილების მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ეს არის ახალგაზრდა და ასევე იმითი რომ არის მამრი. სამშობიარო კოლონიაში როგორც წესი იკრიბებიან მარტო მდედრები, რომლებიც მშობიარობენ და თუ არის მამრი, არის ან ძალიან ასაკოვანი, ან ძალიან ახალგაზრდა, რომელიც სქესწიფი არ არის და შემთხვევით მოხდა ამ კოლონიაში. როგორც წესი, მამრები სამშობიარო კოლონიებში არ არიან. მონაცემ ეს არის სამხრეთული ცხვრინდალა. საქართველოს წითელი მუსიკის სახეობა. თუ შეხედავთ სახელზე საერთოდ სხვანაირი. კი. ეს სახე. ეს სახეობა რეალურად თუ რამდენიმე წერტილას საქართველოს დასავლეთ საქართველოში იქ სადაც კარშტია სწორად იქაც მღვიმეებში, იქ დასავლეთ საქართველოში კარშტულ ადგილებში ხდება, თუმცა არ ქმნის დიდ აგრეგაციებს, დიდ კოლონიებს არ აკეთებს. ეს არის ერთ-ერთი კოლონია, რომელშიც ყოველწლიურად არ არიან, მაგათ შაშან არ იყვნენ, წელს მოვიდნენ, ალბათ რაღაც 400-მდე იყვნენ. სამხრეთული ცხვრინალა ერთ-ერთია იმ 30 სახეობას შორის, რომლებიც საქართველოში ბინადრობენ. მსოფლიოში კი ღამურების დაახლოებით 1400-მდე სახეობაა ცნობილი. ყველა ადგილობრივი ღამურა უვნებელი მწერიჭამია. ისინი სანადიროდ ღამით გამოდიან. სიბნელეში ფრენისას ღამურები ჩვენი სმენისთვის მიუწვდომელი ულტრაბგერი საშუალებით იკვლევენ გზას. ისინი განუწყვეტლივ გამოსცემენ ბგერებს და დაბრუნებული ექოს მეშვეობით გარემოს დაწვრილებით ბგერით სურათს იქმნიან. სიბნელეში ფრენა და ღამურების ზუსტი ორიენტირების უნარი საუკუნეების მანძილზე 1000 გვარ ცრურწმენას ბადებდა. ვიშაპნასაც აქ ეგეთი ახსნა, რომ ერთი ღამურა სიბნელეში დაფრინავს ულტრაბგერით და თმა ულტრაბგერას ატარებს და საერთოდ ვერ აღიქواس, რომ იქ არის თმა, ეგ ერთი და მეორე კიდევ უფრო
ალბათ შუა საუკუნეებიდან, მაშინ როდესაც ბოსელთან უფრო აქტიური შეხება ჰქონდა ადამიანს, ეს უფრო დასავლეთ ქვეყნებში იყო. ბოსელში ხშირად იყო ღამურების კოლონიები, ანუ იქ ცოტა სხვანაირი წყობა აქვს იმათ ბოსელს, ხშირად იყო ღამურების კოლონიები და როდესაც ახალგაზრდა ინდივიდი გრძნობს ფეხებში, პირველი რეაქცია აქვს ჩაბღაუჭების რეაქცია. დედაგონია შეიძლება და მშობელთან დედაგონია და ანუ პირველი რეაქცია აქვს, რომ უნდა მოკიდება. ამიტომაც როდესაც ბეწვს თმა იგრძნო, პირველი რეაქცია აქვს მოკიდოს. ეს უფრო ხდება და მე უკვე ადამიანსაც ეშინემ და თავზე რაღაცა დაეცა. და ჩაებღაუჭა, ცხადია ხო, არასასიამოვნო. ღამურები ბევრი დაავადების ეგრეთ წოდებულ რეზერვუარს წარმოადგენენ. მათ ძლიერი იმუნიტეტი იცავს, ამიტომ მხოლოდ დაავადებების მატარებლები არიან. ახალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ხელფრთიანების მიმართ განსაკუთრებული უარყოფითი დამოკიდებულებაც გაჩნდა. ღამურიდან პირდაპირ გადაცემა ადამიანზე არ დაფიქსირებულა და ეს კორონავირუსიც უშუალოდ ღამურაში არ დაფიქსირებულა, დაფიქსირდა ამ კორონავირუსის მსგავსი, რომელიც გავს 96%-ით იმ კორონავირუსს, რაც გვაქვს, ეს SARS-2. პირველად SARS-1 დაფიქსირდა 2002 წელს, საიდანაც ღამურიდან გადაეცა ცივეტიდან მერი ადამიანს. თუმცა 2002 წელში ადვილად მოხდა ამ დაავადების ლოკალიზება და არ მიუღია ისეთი შედეგები, როგორიც ეხლა გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია რომ ღამურიდან, უშუალოდ ღამურიდან ადამიანზე კორონავირუსის გადაცემის ფაქტი არ არსებობს, მეცნიერულად დასაბუთებული ამ ხრივ საშიში არ არის. ღამურები ასევე ბიომრავალფეროვნებისა და ზოგადად გარემოს სიჯანსაღის ინდიკატორი ჯგუფია, რადგან გარემოში მომხდარ მცირე ცვლილებაზეც კი მყისიერად რეაგირებენ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, სწორედ ამიტომ ღამურების სახეობათა მდგომარეობაზე დაკვირვებით საშუალება გვაქვს წარმოდგენა შევიქმნათ გარკვეული რეგიონის გარემოსა და ბიომრავალფეროვნების მდგომარეობაზე. ამ მღვიმის გარდა ჩვენი გადამღები ჯგუფი ზოოლოგებთან ერთად ღამურების სხვა საბინადრო ადგილებსაც ესტუმრა. ეხლა ვართ ჩვენ ცუცხვათის მღვიმეების კომპლექსის თავზე და ვეძებთ ღამურების მღვიმის ჩასასვლელს. ვიპოვეთ? რატომ არ დაგხვდნენ ხელფრთიანების სხვა მღვიმეების კომპლექსში უცნობია. შესაძლოა მიზეზი ამინდი ან ადამიანების ზემოქმედება იყოს. როდესაც ამ სიუჟეტს ვიღებდი, ბევრმა ადამიანმა მკითხა, არის თუ არა რამე სარგებელი ღამურასგან. როგორც აღმოჩნდა, ხელფრთიანები ღამით მოყვავილე 530-მდე სახეობის მცენარის დამტვერვას უწყობენ ხელს. ამის ერთ-ერთ მაგალითად სპეციალისტები აგავასა და ბანანს ასახელებენ. ასევე დათვლილია, რომ ფლორიდის შტატში 30,000 ინდივიდიანი ღამურების კოლონია წლის განმავლობაში ჭამს დაახლოებით 50 ტონა მწერს, საიდანაც დაახლოებით 15 ტონა კოხოა. ღამურების მწერებით კვებას ასევე დიდი ეკონომიკური სარგებელი აქვს. მაგალითად, შეფასებულია, რომ მთლიანად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ამგვარი წლიური ეკონომიკური დანაზოგი თანხობრივად, რაც პესტიციდებით შეწამლისთვის უნდა დახარჯულიყო 3,7 მილიარდიდან 53 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე მერყეობს. და ბოლოს, ღამურები ევროპაში საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა შორისაა. ამიტომ მათ მიგრირებადი სახეობების შესახებ კონვენციის ფარგლებში მოქმედი ევროპულ ხელფრთიანთა პოპულაციების კონსერვაციის შესახებ შეთანხმება იცავს. კონვენციის და შეთანხმების ხელმომწერი საქართველოцაა. საინტერესო იყო ადგილობრივი დისკავერი ყავს, არა? იმედში. ჩვენს ღამურებს უნდა მომუფრთხილდეთ და ვაცალოთ მათ ჭამონ კოღოები და არ ჭამოთ ისინი ჩვენ. მადლობა ჩვენ ანაწევრებთ არასდროს ღამურის ოპერატორს და ღამურებს, რომლებიც წელიწადში 15 ტონამდე კოღოს მიირთმევენ. შეერგოთ. და აქვე რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ, მითი ღამურა არავის თმებში არ ვიწრება, ეს არის უბრალოდ 1-2 დამთხოვა მოხდა და ამის შემდეგ გახდა ეს მითი ცნობილი. ღამურას თავისი გზა აქვს და ხელს თუ არ შევუშლით, ის ჩვენს თავში არანაირად არ ჩაფრინდება. ჩემოფრინდა 1-2 ჯერ 140 საჩი ბუზი ჩემოფრინდება და მტრედი ჩემოფრინდება, მაგრამ ისევ გაფრინდება თუ მივცემთ საშუალებას.